გამარჯობა ზუსტად მაყურებელო, მივესალმები ყველა ჩვენი არხის მაყურებელს. ვისაც მოგვწონთ ჩვენი არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო და აკომენტარეთ და ასე შემდეგ იყავით ჩვენთან ერთად და ვიყურეთ. ეხლა კი შემოგთავაზებთ ვიდეოს Let's Play-ების ჩასაწერ პროგრამას. განვიხილავთ ერთ-ერთი პროგრამა არის, რომელსაც ქვია OBS-ი. აი, როგორ ვნახოთ ინტერესს და გადმოვიწეროთ, განახებთ ეხლა. აი, აქ ვიფავთ OBS და ვეძებთ. აი, ნახავთ ეხლა, აი აგერ როგორც მწერია OBS-ი და ამოაგდებს Google-ში საძიებობელში რომ შეიყვანთ, ამოაგდებს აი ამ საიტს, შევდივართ ამ საიტზე, ვიწერთ აი ამ ვერსიას და ჭერთ გადმოიწერთ, დააკრებთ, არ არის რთული დაყენება მისი. შემდეგ მე მიყენია ეს პროგრამა უკვე და განახებთ როგორ და რა დავაყენოთ ჩით. აი გავხსნათ, აი ასეთი არის ეს პროგრამა. შემდეგ გადავდივართ ნასტროიკებში. აი აქ არაფერს არ ვცვლის როგორც არის კოდიროვანიაში. თუ თქვენ ძლიერი ვიდეო კარტა გაქვთ, ეს იქნება თქვენთან ღიად მონიშნეთ მაშინ ეგ, აი აქ. დანარჩენი დააყენეთ როგორც მე მიყენია. თუ მე არ მაქვს ეს ძლიერი კარტა და ამიტომ კოდიროვანაში არის პროცესორი, ასე რომ ვთქვათ. ტრანსლაციაში ეს თუ YouTube-ზე გინდათ პირდაპირ ტრანსლაცია გააკეთოთ ან Twitch-ში ან სადმე ასე შემდეგ, აქ შეგავთ ლაინები ტრანსლაციის ვიდეოში. ვიდეოში აქ ვაყენებთ ჩვენი მონიტორის გაფართოებას და აქ შემდეგ კი შეგვიძლია მაგალითად დავაპატაროთ გაფართოება და ვიდეო საბოლოოდ გამოვა იმ ფორმატში, რასაც აქ დავაყენებთ. შემდეგ აუდიოში გადავდივართ, აი აქ ნიშნავთ ჩვენ დინამიკებს, არ იქნება თქვენ აი აქ მიკროფონი თუ გინდათ რომ მიკროფონი და ხმა ისმოდეს და აი შემდეგ აქ ვაკეთებთ, თქვენთან იქნება ერთი აუცილებლად აქ ვაკეთებთ ორს, ეს არის მიკროფონის ხმას გაძლიერება, გაორმაგება, რომ თამაშებში ისმოდეს თქვენი ხმა უფრო მაღლა ვიდრე თამაშის ხმა. აი აქ ვაყენებთ, ესე იგი, კნონკებს, ხილაკებს, რომელი ხილაკით გინდა ჩავიწეროთ ვიდეო, გავაჩეროთ და ასე შემდეგ დაწყება. აი ამ შემდეგ ამ ნასტროიკებს უნდა ვაყენებთ, ვაჭერთ OK-ს. და აი როგორ უნდა დავიწყოთ აქედან თამაშის ჩაწერა. აი აქ ნახეთ, ვაჭერთ მარჯვენა ხილაკს, დაბავით, აკნო, ჯერ უნდა გავუშვათ, თამაში უნდა ჩაკეთოთ შემდეგ. და აკნო აი აქ იგრა რომ არის, იგრა და OK-ს ან სახელს დაარქმევთ რა თამაშს არ თქვენ დასკინოთ იმას დააწერთ რომ შემდეგში რომ გავუშვოთ იცოდეთ რომელი რა არის. ვაჭერთ OK-ს და აი ამ ფანჯარაში ახლა Camtasia Studio-ს მივიწერ ვიდეოს, ამიტომ გამოვიდო Camtasia Studio, ეს Camtasia Studio არ მინდა. აქ იქნება აუცილებლად თქვენი თამაში. ვაჭერთ OK-ს. აი იგრა, ნუ ახლა Camtasia Studio უნდა შემდეგ ან ნაჩად ზაპის ან თამაშს დააჭერთ ეს ცელი ხილაკი რომელიც დააყენეთ, მე 12 მიყენია, დავაჭერ თამაში გავუშვებ, დავაჭერ ამ პროგრამას გავუშვებ, შემდეგ თამაში გავუშვებ და დავაჭერ 12-ს დაიწყებს თამაში ჩაწერას და ეს პროგრამა იმიტომ არის ძალიან კარგი, ესე იგი თამაში ჩაწერის დროს არ მიაქვს ბევრი მონაცემები კომპიუტერით არ ჭედავს თამაშებს, ბანდიკაპ ჯობია ძალიან ბევრად, ჩემი აზრით, ძალიან ბევრად კი არა, მაგრამ ჯობია. და პლუს ამას ხმა ისმის თქვენი ძალიან კარგად, რომელსაც ბანდიკაპში ეს ფუნქცია არ აქვს. ხმა რომ ისმოდეს თამაში თქვენი უფრო მაღლა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ ზოგიერთ თამაშებს ხმა არ ეწევა შიგნით მენიუში. ერთი მინუსი აქვს ამას და ბანდიკაპს აქვს პლუსი, რომ ამ პროგრამით თქვენ ახოდო თამაში, თქვენ სახეს ვერ გადაიღებთ, ას კუთხეში რომ იყოს თქვენი სახელი, ეს სახე უბრალოდ ფოტო ნუ კამერით მარტო იწერს თამაშს და ხმას და ბანდიკაპს შეგიძლიათ დააყენოთ რომ თქვენი სახეს გამოჩნდეს ჩაწერის დროს, ამით აქვს ერთი პლუსი ბანდიკაპს. დანარჩენის ჩემი აზრით ეს თამაშებს ჩაწეროთ მაინც ეს ჯობია. პლუს ამას ონლაინ ტრანსლაცია აქვს. სხვადასხვა საიტებზე შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ონლაინ ტრანსლაცია. ნუ მთავარი რაც იყო ეს გაგაცანით, ნასტროიკებში ამა დააყენოთ და როგორ უნდა გავუშვათ და სხვა რაღაცები შევა თქვენ ხმას გაერკვევით. ონლაინ ტრანსლაცია თუ გინდათ, ცოტა რთულია უფრო. ამით კი გეშვიდობებით, ახლა თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ. გამოიწერეთ არხი და ასე შემდეგ იყავით ჩვენთან ერთად, დაბადროებით.